საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება რუსული, პრორუსული კი არა, რუსული როა. ანუ ივანიშვილი რომ ივანოვია და კობახიძე რომ კობახოვი, თლად რუსული გვარი არ არის ეს, რამდენიც ვიცი, მაგრამ მაინც. ესენი არიან მოკლედ ქართულ გვარიანი რუსები. ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. გარდა ამისა, ეს ბანდა არის არაკომპეტენტურ პირთა, არაკვალიფიციურ პირთა კრებული. ვერ ნახავთ ვერც ერთ პარლამენტარს, რომელიც საშუალო დონის სპეციალისტია, რომელიმე იმ დარგში, რომელშიც მანამდე მოღვაწეობდა, ხომაღლა თქვა, რომელშიც მანამდე იყო. რა პროფესიითაც ის მუშაობდა, ვიდრე პარლამენტარი გახდებოდა. ასევე არიან მანიაკები, ან პარანოიკი მანიაკები, შიზოიდები მოკლედ. მარტივად რო ვილაპარაკოთ, ეს პოლიტიკური შეფასებაა. რა საკვირველია მე მათი ფორმა ასები არ მიჭირავს ხელში, არც არასოდეს დამიჭერია და არც მომავალში, ვერც მომავალში დავიჭერ. და რომ დავიჭირო, რა საკვირველია, არ გავუსაჯაროებ, მაინც პერსონალური მონაცემია ეს, პერსონალური ინფორმაცია. მაგრამ პოლიტიკური შეფასება კი ამგვარია, ესენი არიან მანიაკები, პრაქტიკულად ყოველ დღე მანიაკალურ პარანოიკულ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარი გადაწყვეტილების მიღები არის რასაკვირველია, მანიაკთა შორის მანიაკესი, პარანოიკთა შორის პარანოიკესი, აბასთუმნის უღრანებში გამაგრებული ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც ზულს, მას არ უყვარს, მას ზულს ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოსთან არის დაკავშირებული. განათლებაზე ვილაპარაკებთ დღეს, მაგრამ მას ზულს სპორტიც, მას ზულს კულტურაც, მას ზულს შეიარაღებული ძალებიც, მას ზულს უსაფრთხოების სამსახურების, მას ზულს შინაგან საქმე და უწყებაც, მაგალითად პოლიციელი, თუ ის პოლიციელი ნორმალურია, თუ ის პოლიციელი მილიციონერად არის გარდაქმნილი, რასაკვირველია კი არ უყვარს, მაგრამ მის მიმართ აქვს რასაკვირველია გარკვეული სიმპათია. ანუ მას ყველაფერი საბჭოთაც არა, ყველაფერი რუსულიც არა, ყველაფერი საზიზღარი მოსწონს, მე კი ამ სიტყვას გავიმეორებ. მაგრამ ჩვენ არ ვლაპარაკობთ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროზე, თავდაცვის უწყებაზე, რომელსაც აუცილებლად მიადგება. არ ვლაპარაკობთ ჯანდაცვის ცუდ სისტემაზე, მაგრამ როგორც მიადგება და როგორც გამოსწორებას ეცდება, როგორც ეცდება გამოსწორებას, ის კიდევ უფრო დაანგრევს ჯანდაცვის სისტემას. არ ვლაპარაკობთ სხვა სფეროებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ განათლების სისტემაზე და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, არის მზაკვართა გუნდი, ყველაფერთან ერთად. რატომ არის მზაკვრების გუნდი, მზაკვართა გუნდი აგიხსნით. არასრული ერთი კვირის წინ ამათმა, ანუ ბანდის განათლების მინისტრმა ვინმე მიქანაძემ, რომელიც პოლკოვნიკია, ეგრა მაგის პასუხი, ანუ განათლებას ნარჩაულია, იქ რაღაც პენიტენციურ თუ არ ვცდები სამსახურში უწყებაში მუშაობდა, თუ არ ვცდები შინაგან საქმეთა სამინისტროში და საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს, სად მუშაობდა ვინმე, გივი მიქანაძე, რომელიც უვიცი კაცია ყველაფერთან ერთად. გივი მიქანაძემ ერთი კვირის წინ გვამცნო, რომ არანაირი გაერთიანება ორი უნივერსიტეტისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტისა აღარ შედგება, აღარ მოხდება. ამის გამო ზოგიერთმა ჩვენგანმა ყიჟინაც კი დასცა, ანუ გავიხარეთ და ვთქვით, რომ აგე უკან დავახევინეთ ხელისუფლებად წოდებულ ბანდასო. რეალურად ეს იყო ანკესი, ან სატყუ არა, უფრო ზუსტი რომ ვიყო. ამას თურმე სხვა რამა აქვს ჩაფიქრებული, ჩვენი ენერგია გალიეს, ჩვენი ენერგია დაგვახარჯინეს და არასრული ერთი კვირის შემდეგ, ანუ დღეს, გვამცნეს, რომ ნამდვილად აპირებენ განათლების სისტემის მკვლელობას ოღონდ სხვა მეთოდებით. ანუ არ გვესროლეს მაინც და მაინც რაღაც ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ ზურგში ჩაგვარტყეს დანა, ხანჯალი და ან ამოგვფატრეს, თუ გნება თუ აი ესეთი მძაფრი სიტყვები გჭირდებათ, ამოგვფატრეს, აპირებენ რომ ამოგვფატრონ მუცელი. ეხლა რას ვგულისხმობ და უკლებლივ ყველა, მე ვინ მეკითხება, უკლებლივ ყველა მცოდნე ადამიანი ნებისმიერი უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მცოდნე და კომპრომისზე რომ არ მიდის ისეთი პროფესორი, ისეთი აკადემიური სექტორის ისეთი წარმომადგენელი, ყველა ლაპარაკობს ამას და მეც კომპილაციას გავაკეთებ ერთგვარად იმისა და გაგაცნობთ ზოგიერთ პოსტს, იმისა, რასაც ჩადის ეს დე-ფაქტო ხელისუფლება განათლების სისტემაში. ერთი კვირის თავზე მათ გვაცდეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები გადანაწილდება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად. ვინ თქვა, ან სად წერია, დავუბრუნდეთ ამ თემას ისევ,
მერე და მერეც განვიხილოთ თუ გრევავთ რომ ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს. ვინ დაადგინა ეს? არსებითად უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილების გათვალისწინებით. ეხლა უყურეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ზოგადი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უტოვებენ, ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალს, ეკონომიკასა და ბიზნეს ადმინისტრირებას, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს. ტექნიკურ უნივერსიტეტს საინჟინრო ტექნიკურ დისციპლინებს. თბილისის სამედიცინო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მედიცინის სპეციალობებს ძალიან ზოგადი ჩანაწერია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, იმიტომ რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველაზე წინწაწეული, ყველაზე დაწინაურებული, ყველაზე მოდერნიზებული, ყველაზე სწორი დასავლურ სტანდარტებთან, ყველაზე შესაბამისობაში მყოფი სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, დაწყებული იყო, დაიწყო ამ უნივერსიტეტის მშენებლობა ახალი სიცოცხლე, მოდი ასე ვიტყვი, 2005 ანუ 20 წლის 2005-2006 წლებიდან და რა გზა არ გამოიარა, რომ მოსულიყო ამ მდგომარეობამდე და მისი დინამიკა განვითარებისა ხაზგასმით ვამბობ, იყო და არის და იყო და დღემდე არის, მოდი ასე ვიტყვი, ვიდრე არ მოკლავენ საბოლოოდ, არის აღმავალი. ანუ ეს უნივერსიტეტი უკვე ნელ-ნელა გარკვეული პერიოდის შემდეგ მართლაც მნიშვნელოვანი განათლების ცენტრი იქნებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უფრო ფართოდაც სამაგალითო იქნებოდა ბევრი აღმოსავლურ ევროპული სახელმწიფოსთვისაც კი, მაგრამ ივანიშვილი ხომ აკითხარით ვერ იტანს ვერც ერთ სფეროს და მათ შორის განათლებას, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვაკუთხედი დაფუძნება დედაბოძი იყო სწორედაც რომ თავისუფლება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უტოვებენ პედაგოგიკის პროგრამებს, ანუ ნახეთ რა უნდათ. მე არც იმას არ გამოვრიცხავ მართლაც რომ ილიას ჭავჭავაძის სახელი, ილიას სახელი მოსპონ, ამოშანთონ და დაარქვან, ისევ ხელახლა დაარქვან ალექსანდრ სერგეევიჩ, ესე იტყვის ხმამაღლა, რომელიმე კორბახიძე, რომელიმე მიქანაძე, რომელიმე პაპუაშვილი, პუშკინის სახელობის. რუსების მოთხოვნა იქნება ეს. რუსები, რომლებიც ამათ ემუშავებიან, რასაკვირველია დაბოღმილნი არიან იმის გამო, რომ თავის დროზე ამ 22 წლის წინ გაუქმდა ეს ეგრეთ წოდებული რა ერქვა, პედაგოგიკის ინსტიტუტი. არ მახსოვს რა ერქვა სუსტად, გაუქმდა და მის ბაზაზე, აგრეთვე უცხო ენების ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ეს ძლავრი და კიდევ უფრო მძლავრი რო გახდებოდა ის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პედაგოგიკის პროგრამები და აბეტის აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები და უამრავ სპეციალობას უხსნის, ართმევს, უნგრევს იმას, რაშიც იყო წარმატებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ორი სიტყვა. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ აბსურდს კვლავ სიჩუმე მოხვება, წერს პროფესორი კახა გაბუნია, ჩემი მეგობარი, ეს ეხება ყველა უნივერსიტეტს პირველ რიგში. კახა მაინც უნივერსიტეტის პროფესორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასწრაფოდ მოიწვიეთ აკადემიური საბჭოსა და სენატის გაფართოებული წვრთნობა ვიღა მოიწვევს. განთქმული არიან ფეხქვეშ მიქანაძე ბანდიტის ფეხქვეშ განთქმული არიან ეს პროფესორები, უმრავლესობა ან დიდი ნაწილი და ემონებიან და ემორჩილებიან ნებისმიერ მთავრობას და ამ მთავრობას მოცემულ ეტაპზე გონიათ რა, რომ ეს მთავრობა არის უძლეველი. ეს კახა გაბუნიას პოსტი წარგიკითხეთ, მაგრამ ახლა სხვა აღონს არ მომიწერია ვისი. უმაღლესი განათლების დანგრევას, საერთაშორისო რეიტინგებით ყველაზე წარმატებული დარგების მოსპობას, ცოდნის ეკონომიკის ნაცვლად ბიზნესის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი. ავტორი არის ნინო დობორჯგინიძე, ხსენებული უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის ახლად არჩეული, კიდევ ერთხელ არჩეული რექტორი. ის ამბობს, რომ ცოდნის ეკონომიკას ანგრევსო, ბიზნესის მომარაგების იაფასიან მომსახურე პერსონალს შექმნის ამის შედეგად მთლიანი განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმით ანუ მკვლელობით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და მერე უკვე ეს ყველაფერი დაგვირგვინდება, ეს ტექსტიც
და გამოთავისუფლებული შენობების გაყიდვას არ დასჭირდება თუ დასჭირდა განათლების ექსპერტების ჩართვა, ისე შეთანხმდნენ ერთმანეთში გადაწყვეტილების მიმღებებს, აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის და არა მხოლოდ ახლა. მომავალში რომ საუნივერსიტეტო აკადემიური სექტორი და მთლიანად ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება რომ მოსთხოვს პასუხს ბანდიტებს, ეს გასაგებია, მაგრამ მომავალამდე აწმყოა გადასარჩენი აწმყოზია საზრუნავი, ესეც უნდა ვთქვათ, ოღონდ კარგად მესმის იმასაც ვაცნობიერებ, რომ რაც ჩაგიკითხეთ, ბევრი თქვენგანისთვის შესაძლოა სრულიად გაუგებარია და სპეციალისტები, მათ შორის ეგრეთ წოდებულ დებატებზე, სიკო მაგალითად შაბათს თუ არ ვწდები, მონაწილეობს მაინც, ანუ არ გადაუფიქრებია, ის ისაუბრებს მათ შორის ამაზეც და ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი თუ მეორე კორპუსები არ გაიყიდება, არ ნიშნავს იმას, ეს რასაკვირველია ცოდნის კერა, აღქმა ასეთი გვაქვს ჩვენ ყველას პრაქტიკულად, რომ ეს არის ცოდნის გამცემი კერა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ეს არაჩვეულებრივი საუნივერსიტეტო სივრცე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ავჭავაძის გამზირზე და სხვა უნივერსიტეტების სივრცეები უნდა მივუგდოთ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც ოღონდაც კი დამატებითი 7-10-12 მილიონი იშოვოს და დააბოლოს მერე ქართული საზოგადოება უკლებლივ ყველაფერზე არის თანახმა. ის რაც მიქანაძემ გვაუწყა კატასტროფა და ყველა წითელი ხაზის გადალახვა, ესეც არ ამომიწერია სამწუხაროდ, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი, რომ ვიცოდეთ, მაინც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე, რომლის ანალოგი მინიმუმ არც ერთ ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქში და დიდ ქალაქებში არ მოიძებნება, უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ. ეს კი იაგო კაჭკაჭიშვილის სიტყვებია, რომელიც ამოვიწერე. ახლა მოდით დავათვალიეროთ თქვენის ნებათვით, მაგალითად ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი რას წერს, თუ რამეს წერს და გარკვეული მაღალი ალბათობით კი ის ნინო დობორჯგინიძის სწორედ იმ ჩემს მიერ ხსენებულ, ჩემს მიერ ჩაკითხულ პოსტს გვიზიარებს და ალბათონი მარინე გვპირდება, რომ უფრო დადეტალურად გაყვება მე და გაანალიზებს ერთ ქარდად გამოქვეყნებულ ქარდად რომ ერთ ქარდში რომ გვაუწყეს იმ განათლების რეფორმად წოდებულ მკვლელობას ბარემ ასე ვიტყვი. ახლა ამ ქანაზისთვის არ მომისმენია სტუდენტების მიღების კვოტები. ხო, სტუდენტების მიღების კვოტებზე ლაპარაკობს, რეალურად ესენი ამბობენ და გვიანონსებენ, რომ ერთ სტუდენტს მიიღებენ, რეალურად რასაკვირველია სტუდენტების რაოდენობაც ყველა უნივერსიტეტში ჯამში და თითოეულში ცალ-ცალკე რასაკვირველია შემცირდება, რომ ვიცოდეთ. მაინც ეს არის მკვლელობა განათლებისა, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს სულს განათლება და იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს სულს ერთის მხრივ ცოდნაზე და მეორეს მხრივ თავისუფლების ღირებულებაზე, თავისუფლების ქადაგების აუცილებლობაზე დაფუძნებული ცოდნა, განათლება, სწავლება, განათლების სისტემა, განათლება როგორც ასეთი, მას ზულს ყველაფერი ქართული, ყველაფერი სახელმწიფოსთან იდენტიფიცირებული. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯავახიშვილის სახელობისა, ტექნიკური უნივერსიტეტი და სამედიცინო ასე მაგალითად და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე ჩვენს დროებაში სწორედაც რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის თავისუფლების ღირებულებაზე დაფუძნებული აკადემიური ის სივრცე, რომელიც უკვე იძლევა საკმარის ცოდნა განათლებას და განათლებას კი ნაწილობრივზე მეტად და მეტზე მეტად ისინი სპობენ ამ ეგრეთ წოდებული რეფორმით. მეთქი თუ ვიტყვი ასე, არ გადავაჭარბებ, აქვე ჩავიკითხავ გიგა ზედანიას, ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორისა და პროფესორის ერთ განცხადებას, ერთ სტატუსს, მორიგი სამარცხვინო გადაწყვეტილება განათლების სფეროში, როცა გვეგონა, რომ სკერს მივახცევდით ქვემოდან და აკაკუნეს, დიახ, ქვემოდან მიაკაკუნა ბიზინა ივანიშვილმა, რომელმაც არ დაიხია უკან და გადმოგდებული ბარტყი, რომ ოკეი, მე აღარ გაგიერთიანებთ უნივერსიტეტებს, რეალურად მის მოემზადა გადმოვაგდო ბარტყი და მოემზადა უფრო მეტი პითონისებრი თუ კობრა, როგორც მსხვერპლს დაესხება ხოლმე თავს, იმგვარი ნახტომისაკენ და ნახტომისათვის და აკე დაგვებუხრა კიდეც კი რა კი დაგვესხა კიდეც თავს. ეხლა რას შვება ქართული საზოგადოება? ეს არის კითხვა, რომელსაც უნდა გავცეთ პასუხი. სტუდენტები ამ ყველაფერს ან ხლაპავენ პირდაპირ მნიშვნელობით, ან ჩუმდებიან, მიდიან თავიანთ სამსახურებში, რომელიც ჭირდებათ, რასაკვირველია, მიდის სტუდენტთა ძალიან მცირე, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოთ ამ ნაწილზე.
მიდიან კოლ-ცენტრებში ძალიან მცირე შესაძლოა 1%, მაგრამ დასაქმებული კოლ-ცენტრებში დასაქმებული ან რაღაც პიდეს შემდეგი რაღაც 7% ატარებს 14% ისთვის მეხუთე ხარისხოვანია მთავარია რა უნივერსიტეტში ისა რას შვებიან პროფესორ მასწავლებლები დადუმებულები არიან მე არ ვითხოვ რა საკვირველია ყველას ერთიანად გამოსვლას მაგის მოლოდინი არა მაქვს ხა და მაგის ილუზია რომ უნივერსიტეტების სააქტო დარბაზები და ეზოები გადაივსება პროფესორებით, რომლებსაც ხელში ეჭირებათ პლაკატი ძირს ბიზინა ივანიშვილი. არ მაქვს, მაგრამ კრიტიკული უმცირესობა პრაქტიკულად ყველა უნივერსიტეტიდან უნდა გამოვიდეს და თქვას ბიზინა ივანიშვილმა და ანგრია, მოანგრია, მოავერანა, მოსრა, მოსპო, მათ შორის სპობს, მათ შორის განათლების სისტემასაც და ახლა თუ გნებავთ პონჩიკები ვჭამოთ საჩხერეში, რამდენადაც ვიცი, არა უკაცრავად აბას თუმანშია გადაბარგებული, აბას თუმანში შესასრულთან კარგ პონჩიკებსაც აკეთებენ. იქ ნამყოფი ადამიანები ამბობენ ყოველ შემთხვევაში ასე და პონჩიკებზე კი არ არის საუბარი, მართლა ეხა პონჩიკებზე ხო არ ვამახვილებ ყურადღებას უბრალოდ ბიზინა ივანიშვილი ასე გვატყუებს, ასე გვაცურებს, ასე გვაბოლებს და ასე ანგრევს ამასობაში ფუნდამენტებს ჩვენი სახელმწიფოსი. ილიას უნივერსიტეტის გადარჩენისთვის ღირს გამოსვლა ქუჩაში და ამ ილიას უნივერსიტეტის საერთოდ განათლების კვლელობის გამო იქნება და დაეხეთქოს დინგით ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად და მთლიანად მისი ბანდიტური ხელისუფლება. ნახვამდის.